ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კეთდება განმარტებები. ღამით ერთ-ერთ რესტორანში პარლამენტარ ირაკლი ზარქუას პარტია დროას რეგიონალური ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა დახვდნენ. აქტივისტებმა დეპუტატ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, ზარქუას სამეგრელოში ყოფნის უფლება არ აქვს. ვიდეო მასალა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. მარიამ სიჭინავა საზოგადოებას შეურაცხყოფელი სიტყვების გამო ბოდიშს უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარქუა ამ დამოკიდებულებას იმსახურებს. ზარქუას შეფასებით მსგავსი ქმედებებით შიდა დაპირისპირების წახალისება ხდება. ჩავაი. მიდი. გაგაჩნია რამე? შენი ბიჭო! შენ. დავაი. მიდი. ტელეფონზე საჩივარ. შენ. ტელეფონზე შეურაცხყოფები რაც მოისმინეს და მე ბოდიშს ვუხდი კიდევ ერთხელ ჩვენს მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს და ჩემს მშობლებს, რომლებსაც მოუწიათ იმ ყველაფრის მოსმენა ჩემგან და ჩემი პირიდან წარმოთქმული სიტყვების, მაგრამ ეს იყო მართლა თავდაცვისთვის ნათქვამი, იმიტომ რომ მასთან თანხლები პირი იყო არაფრიზო მდგომარეობაში, რომელმაც კერენ ესებუას ხელი დაარტყა და ამის შემდეგ მოხდა ჩვენგან, ესე ვთქვათ, გინება მათი მიმართულებით. ამოცანა რა არის, რომ რადიკალიზაცია მოახდინონ პროცესების, იცით თქვენ რომ ემზადებიან 26 მაისისთვის, მათ მხარს უჭერს მათ შორის მათი პატრონები. ესეთ უსამშობლოებს იყენებენ. ეხლა რაც მოვიკითხე აქ ზუგდიდში, ხო, ამ მათ შესახებ ვინ არც ვიცი, ვინ იყვნენ, რა იყვნენ, რა უნდათ. აღმოჩნდა რომ ერთ დედაყავს თუნდაც რუსეთის მოქალაქეა, რუსეთშია და ჩვენთან აქ პრეტენზია. წარმოგიდგენიათ, აი რა შინაარსის რა ღირებულების ხალხი ყავთ ისა შემოკრებილი. აღმოჩნდა რომ ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან, ელენე ხოშტარი კი იცით რომელიც არის, ჩემმა ზუგდიდელებმა ისედაც იციან, ზეგი რუსეთის პუტინის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება დღემდე მისი ოჯახი. ბუნებრივია ასეთი ადამიანებისგან მეტი რას უნდა ველოდოთ.